კვდები, დამეხმარე, ცუდად ვარ. კვნესის 79 წლის ჯულიეტა. მას კიბო ცოცხლად ჭამს. ყოველდღე ტკივილი, 40 გრადუსამდე სიცხე, სისუსტე, თითქმის აღარ ჭამს, არ დგება, ნელ-ნელა ქრება. მის გვერდით არის მისი შვილი ჯუნა. უყურებს და ვერ ეხმარება. არ აქვთ ფული გამოკვლევებისთვის, ვერ მკურნალობენ. არ აქვთ ელემენტარულიც კი, წამლები, პამპერსები, გლუკომეტრი. ჯულიეტა საავადმყოფოში გადასაყვანად ფასიანი რიანომობილია საჭირო, მაგრამ ოჯახს საარსებო საშუალებაც კი არ აქვს. შეხედეთ, ძიმედ დაავადებული ქალი გასაშლელ საწოლს ეწევს, იმიტომ რომ ოჯახს საწოლის ყიდვის ფული არ აქვს. სახლში ცივა, არ აქვთ გამათბობელი, სახურავიდან წყალი შორდავს, დედა იყინება, ხოლო შვილი გაზის ქურასთან თმება. ამასთანავე ჯუნაც მძიმედ არის ავად. მას ხერხემალი აქვს დაზიანებული, ძლივს დადის, ის ორ პატარა ბავშვს ზრდის, მეუღლესთან გაშორებულია, ის არ ეხმარება, ის სრულიად მარტოა. ოდესღაც ჯულიეტამ გადაარჩინა ის, იშვილა, გაზარდა, სიცოცხლე აჩუქა. ახლა შვილი მომაკვდავს მარტო-ვარტოვებს. ეს რომ თქვენი დედა იყოს, გვერდსა უვლიდით, დაეხმარეთ სიცოცხლის გადარჩენაში. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.